გამარჯობათ, სტუდიარვიდან მოგესალმებით, მე გოჩა ჯოჯუა ვარ. გონდეს ერთმანეთთან ორმხრივი საუბარი, როგორც ყოველთვის შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირველი რაღაც წუთები თქვათ მე ვილაპარაკებ 15-20 წუთი და შემდგომ უკვე შეგვიძლია ჩავერთოთ თქვენთანაც ვისაუბროთ, დიალოგი გამოგვივიდეს, რაღაცეებში ვთანხმდებით, რაღაცეებში ვერ ვთანხმდებით, ეს ჩვეულებრივი რამეა, იმაში რა ქვია, სოციალურ ქსელებში მიწევს ხოლმე ხანდახან კამათიც, საუბარიც, ეს იმას არ ნიშნავს, თუნდაც ეხლაც როცა რაღაც საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჩვენგანი, თქვათ, ამითი რაიმეს კარგავს, ხო, პირიქით, იმ კამათში ის მესამე ადამიანიც ვინც ისმენს და დანარჩენიც თქვათ, როცა ადამიანები რაღაცას ვკამათობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ვიწყებთ ფიქრს, აზროვნებას, გამოსავლის მოძებნას, ხო, ჩვენ ხო იმიტომ საუბრობთ ძირითადად, რომ მარტო ეს ინფორმაციის მიწოდება ხომ არ არის, ან მარტო რაღაც გარკვეული ხედვის მიწოდება ხომ არ არის, ხო, გინდაც თქვათ, მე ვსაუბრობ და ან თქვენ როცა კითხვას ვაქვთ, ხო, ჩვენ ხომ რაღაცაზე გული გვტკივა, გვინდათ რომ რაღაცა გასწორდეს და ამიტომ ვცდილობთ ხოლმე ხანდახან ეს კამათი გადადის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ემოციები ჭარბობს ხოლმე ადამიანებში, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა შევძლოთ და ეს კულტურაა, ეს ცივილიზაციურად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად განვითარებულები ვართ, როცა შეგვიძლია განსხვავებული აზრების მოსმენა. და მე ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ იმას, რომ ალბათ მეც მქონდა რაღაც გარკვეული პერიოდი, როდესაც რაღაცას მე არ ვიტყვი, ამოვიჩემებდი, მაგრამ თქვა რაღაცა მომწონდა, ან პიროვნება მომწონდა, ხო, ჩვენ ადამიანები ვართ და ვითარდებით და ჩვეულებრივი რამეა ეს. და ამ პიროვნების ნათქვამი და შეფასებული, მეგონა რომ ეს ძალიან კარგი იყო. ან მიკერძოებული ვიყავი ხოლმე, ჩვეულებრივი რამეა ესეც ადამიანებში. მე თანდათანობით გამოცდილება მოიტანა ის, რომ უფრო კრიტიკული გამხდარიყავი. სხვათა შორის მქონდა იმ ადამიანებთან მიკვირდა ხოლმე, თუმცა მესმოდა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება გესმის, რატო ამბობს ადამიანი, თქვა ამ პოზიციაზე რატოა, მაგრამ ან ეთანხმები, ან არ ეთანხმები, მაგრამ აი, როდესაც არც გესმის, აი, რატო ამბობს, ვერ ჩაწვდები ხოლმე. აი, მე მქონია შემთხვევები და ხშირ შემთხვევაში მე ესე ვთვლი, უკვე ჩემს ასაკში, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ ძალას, რომელიმეს, ხო, ხმას მიცემს, მე ეს ძალა ხელისუფლებაში რომ მოვა, თუ ის მართლა აზროვნებს და მართლა ფიქრობს, რომ სახელმწიფო სწორად განვითარდეს, ის ვისაც კი ხმას მიცემს, ანუ ვის მხარესაც არის, ვინც აარჩია, თქვათ, რამოდენიმეში, 2-ში, 3-ში, 4-ში, ხო, აარჩია და ხმა მიცა და მე ეს ხელისუფლებაში მოვიდა, წესიერი მოქალაქე იმ წუთშივე ჩათვალეთ, რომ ოპოზიციაში დგება. და ოპოზიციაში ყოფნა რას ნიშნავს? ანუ იმას, ვისაც შენ ხმა მიეცი, ვისაც შენ ენდე, რამდენად სწორად აკეთებს იმ საქმეს, რომელი საქმესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. რამდენად სწორად არის, თქვათ, მოწესრიგებული მთელი რიგი საკითხები ადამიანებთან ურთიერთობაში, სახელმწიფოსა და ადამიანის ურთიერთობაში, ორ ადამიანს შორის ურთიერთობაში, სახელმწიფო რამდენად გამართულად აქვს, ასე ვთქვათ, აწყობილი მექანიზმი იმისი, რომ ორი ადამიანი თუნდაც რომ კამათობს, ან რაღაცა გარკვეული საქმიანობა აქვთ, როგორ არის დაბალანსებული ორ სუბიექტ შორის, ეს სუბიექტი შეიძლება იყოს ბიზნეს სუბიექტები, შეიძლება იყოს ბიზნეს სუბიექტი და ადამიანები. ანუ მე ამას რატომ კრიტიკული თვალით ყურება თუ არ ვისწავლეთ და კრიტიკული თვალით თუ არ შევხედეთ, ხო, ნებისმიერ საკითხს, რომელიც დგას, ნებისმიერ პრობლემას, რომელიც დგას, ისე განვითარება არ გვექნება, წინ ვერ წავალთ. აი, ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, ხო, აი, მით უმეტეს ჩვენ ხო ადამიანები გამომდინარე იქიდან რომ ვამბობდით და ეხლაც ვამბობთ, რომ მათ ვინც ამბობს, რომ მე მინდა დასავლეთს როცა ვლაპარაკობთ, დასავლეთი არის არა მარტო ევროპა, არამედ დასავლეთი არის ევროპამ რაც დაბადა, აზროვნებით დაბადა და პირველად, თქვათ, აი 250 წლის წინ დაიწერა კონსტიტუცია, რომელიც შემდგომ გახდა ევროპისთვისაც, დანარჩენი მსოფლიოს, განვითარებული მსოფლიოს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ აი დასავლეთს როცა ვამბობთ, აღმოსავლეთია იაპონია, მაგრამ მან შეინარჩუნა რა თავისი ტრადიციები,
ხო და ტრადიციები კი არა. ყველაზე დიდი აი ჩვენ ქართველები მაგალითად იმითი ვამაყობთ რომ 1000 წლოვანი დინასტია ბაგრატიონების 1000 წლოვანი რას ნიშნავს? სამეფოდ კი დიდი ხანია გქონდა, ხო, დაწყებული ჯერ კიდევ აიეტიდან, ის რაც ცნობილია, ის რაც ჩვენ თვითონ არ შემოგრჩა, ამისი არ წერილობითი, არც თქვათ ნივთიერი მტკიცებულების რაიმე ერთად ამის დადასტურება შეიძლება, მაგრამ ბერძნებმა მოახერხეს ეს და ჩვენზე წერდნენ, ხო? მათ წერილობით დოკუმენტებში, მათ წერილობით, ასე ვთქვათ, საისტორიო წყაროებში ან ლიტერატურაში, რომელიც ისტორიას ასახავდა, აი იქიდან ჩანს, რომ დაახლოებით 3000 წლოვანი ისტორია უნდა გქონდეთ, როცა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი გქონდა. და ამითი ვამაყობთ, ხო, ქართველები, იმიტომ რომ 3000 წელი არ არის ცოტა. და 1000 წელი, როცა ერთი გვარი, ანუ ერთი ბაგრატიონთა გვარის დინასტია იყო მარტო, ესეც ბევრ რამეს, ანუ სტაბილურობის განცდას, ანუ მემკვიდრეობითობა როგორ იყო, აქედან გამომდინარე ვამაყობთ. აი იაპონელები მაგალითად, ხო? იაპონელებს ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 3000 წლის წინანდელი, ანუ დაახლოებით 5000 წელი აქვთ ერთი დინასტია, ხო? საოცარი ხალხია, ხო? აი ისინიც კი მაგალითად იაპონიაში ოჯახში როცა მიგიყვანს, იქ კიმანოთი დაგხვდება, თავისი ეროვნული ტანსაცმლით დაგხვდება. ოჯახშიც როცა მიყევ ხარ, ეს ნიშნავს, რომ დიდი პატივი დაგდო, თორე ისე ჩვეულებრივად ევროპული ისაცვიათ, ხო, კოსტუმი, ევროპული აქვთ სამართალი, ევროპული აქვთ წყობა, იმისი რა ქვია, სახელმწიფოს კონსტიტუციური მონარქია აქვთ, ხო? ანუ მე რას დასავლური აზროვნება ნიშნავს რას? დასავლური აზროვნება ნიშნავს იმას, რომ აი თუნდაც დღეს თუცა რა მოგცა დასავლეთმა, რატომ მივილტვოდით დასავლეთისკენ. მე ერთადერთი რაშიც ვეწინააღმდეგები არის ერთი რამე, რომ დასავლეთის გამო არ უნდა გავხდე მოწინააღმდეგე და მტერი, არ უნდა გადავიქცე პოლიგონად აღმოსავლეთში, სამხრეთში, ჩრდილოეთში. აი ეს ანუ ერთადერთი რაშიც ჩვენ ვერ თანხმდებით იმ პროდასავლელებთან, ეს არის რომ მე მხარე ვიყო, გადავიქცე მხარეთ და დაპირისპირებულ მხარეში აღმოჩნდე. დღევანდელ გარემოში, როდესაც სრულად აგვაქვს საშუალება იმისი, რომ მართლაც სუვერენული სახელმწიფო გქონდეს, დაბალანსებული სახელმწიფო გქონდეს, სამართლებრივად გქონდეს დასავლური წესრიგი, იმიტომ რომ იმაზე უკეთესი ჯერ არაფერს არ მოუფიქრია. დაცულობა ყველაზე მეტია. ხო აი რა მოგცა, რა გვინდოდა დასავლეთთან. დასავლეთთან გვინდოდა ხშირ შემთხვევაში ცდარათ რომ იმას მოაქვთ ხოლმე და გვეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ რა LGBT-ს გამოარის, რომ მთელი მსოფლიოს, მთელი ჩვენი თანამემამულეებით კი, ხო, ვისაც ვიცნობთ, ახლობლებია, ნათესავებია, მეზობლებია, ან ისე მაინც გაგვიგია ეს ადამიანები, რაღაცა ურთიერთობა პირადად თუ არ ქონია, მათ შვილებთან აგვაქვს ურთიერთობა, ხო? აი ეს ადამიანები და მთელი დანარჩენი, რა ვიცი, ვინც კი ვისაც კი ცხოვრება ვერ მოიწყეს სახელმწიფოებმა, სუყველანი ჩასული არიან დასავლეთში რატო? დაცულია ადამიანი. ადამიანი დაცულია, მან იცის რომ პოლიციელი მას რომც დააშავოს. სულ საშინელებები რო ჩაიდინოს, კაცი რომ მოკლას, სადისტური მოქმედება რო ჩაიდინოს, მაინც დაცულია ის ადამიანი, ხელს არავინ დაარტყავს. ხელის დარტყმა ვიღაცას შეიძლება როგორ აგერ ტელევიზორში ვხედავ მიტინგის დროს ადეკვატურად, როდესაც ერთმანეთს ურტყავენ, მოზომილია, როგორც კი გადაამეტებს პოლიციელი, ამის გამო პოლიციის უფროსები გადამდგარან, მინისტრი გადამდგარა. ჩვენთან საშინელება ხდება, ხო? პოლიციელმა შეიძლება გაგინოს, პოლიციელმა შეიძლება თუნდაც შენ რომ ხელი მოუქნიო, ხო, როცა შედიხარ მასთან დაპირისპირებაში, ხო, პოლიციელსა და ნებისმიერ თქვათ კანონდარღვევს შორის. გადამეტებას როგორც კი ახდენს, ანუ თუ იმის საშუალება იყო, რომ სამ პოლიციელს ერთად შეეძლო ისე დაეკავებინა ადამიანი, რომ მას არაფერი არ დაუშავდეს, ასე უნდა გაეკეთებინა. როგორც კი გადააჭარბებს იმ წუთშივე სისხლის სამართლის პასუხისგებლობა, ადმინისტრაციული პასუხისგებლობა გააჩნია რა ხარისხით გადააჭარბებს, დგება პოლიციელთან. ანუ ადამიანი ამას რატომ ყველაზე ცუდ ადამიანს როგორ უნდა მოექცეს, ამისი ნიმუშია, ამისი ეტალონია. მე ეს ყველაზე ცუდი ადამიანი რა პირობებში უნდა იყოს? დაკავებული ადამიანს რომ ვიღაცამ არა თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნათესავი მყავდა ერთი, რომელმაც კრიმინალი ჩაიდინა და იქ ერთ-ერთმა ციხეში როცა იყო, ბადრაგი ქვია თუ რაც ქვია, იმას ციხის იმას რეჟიმის წარმომადგენელმა, თურმე მას უთხრა, რომ აი შენნაირი ჩამოსულები ჰოლანდიელი იყო ის რა ქვია, ეს ციხის თანამშრომელი. აი
შენნაირი ჩამოსულები და მისთვის სულ ერთია შავგრომანია ის არაბია, თურქია, ქართველია, ავღანელია, იმას ვერ არკვევს, ხო? მისთვის სულ ერთია ისევე როგორც ჩვენ ბალტიისპირელი ქვეყნებისაც, ახლა ვინ ლიტველი იყო, ვინ ესტონელი იყო და ვინ ლატვიელი, ამას ვერ ვარჩევდით, ხო? ისევე როგორც კავკასიელს მაგალითად ვერ არჩევს, ვინ სომეხია, ვინ აზერბაიჯანელია, ვინ ის არის, რა ქვია, დაღესტნელია, ვინ ჩეჩენია და ვინ ქართველია, ვერ არჩევს, ხო ადამიანი, ხო? ძალიან სპეციფიკურია, ჩვენ თვითონ გვიჭირს ხოლმე ხანდახან გარჩევა. ისე უყურებენ ისინი, აი შენმა ჩამოსულებმა ესედეს რომ გააკეთებო და ეს რადგანაც ვიდეო თვალედემით იწერებოდა, ადმინისტრაციამ ნახა და ეს ადამიანი გაანთავისუფლა, გაუშვა და ამასთან ბოდიში მოიხადეს რომ შენ განა რამე აი ეს უთხრა მხოლოდ და მხოლოდ რომ აი შენნაირი ჩამოსულების გამო ჩვენი ქვეყანა რო კარგად ვერ არის და შენნაირი ჩამოსულები რო კრიმინალს ჩადიან. ეს ჩათვალეს რომ შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო ადამიანი იქ და მე კი ვეუბნებოდი არაუშავსო კაცო რომ ჩვენ ხო მიჩვეული სხვანაირად ავართ ხო და მე არ მინდოდა ვის ადამიანიო გაეშვა სამსახური დაეტოვებინო მაგრამ მათვისო ეს დანაშაული იყო. ამას რატომ გეუბნებით? დღევანდელ ჩვენ სიტუაციაში რასაც ჩვენ ავართ ახლა შესული. აი დასავლეთი ამიტომ მინდა. ამიტომ მინდა კიდე დასავლეთი მე გოჩა ჯოჯუას რომელიც ვამბობ რომ რუსეთთან დალაგებული სიტუაცია უნდა ყოფილიყო. დასავლეთთან ურთიერთობა არ ნიშნავს ტოლობის ნიშანი არ არის რომ მტერი უნდა იყოს რუსეთი, მტერი უნდა იყოს თურქეთი, მტერი უნდა იყოს, რა ვიცი, ჩინეთი იქნება ეს თუ ირანი იქნება და ასე შემდეგ, ხო? ანუ ჩემს ქვეყანას უნდა ქონოდა ამისი უნივერსალური ფორმულის მოძებნის საშუალება და ეს ფორმულის საშუალება თუ თქვათ 5 წლის წინ კიდევ 5 წლის წინ თორე 10 წლის წინ შეიძლება ვიღაცები საერთოდ ვერ ხედავდნენ ამას და ამისი პირობებიც არ იყო, მაგრამ იმის მერე რაც მრავალპოლუსიან ქვეყანაზე წავიდა, სოფლიოს გადანაწილება მრავალპოლუსიანი გახდა. მას მერე რაც ჩინელებმა თქვეს რომ ეი მარტო თეთრი რას ერთმანეთში რო ვარკვევთ, ატომური ბომბი ისროლოთ, არ ისროლოთ, ჩვენ არ გვეკითხებით? ჩვენ ვინც უკვე სოფლიოში მარტო რაოდენობით კი არა, მოსახლეობის რაოდენობით, არამედ ეკონომიკითაც ერთ-ერთი პირველები ვართ. უკვე ჩვენც კითხეთ და შემოვიდნენ თამაში. მეორე სოფლიო ომიდან ჩავთვალოთ რომ აი ამ ბოლო წლებამდე გადანაწილებულ სოფლიოში ჩინელებსაც კი არ ჰქონდათ, ამ ჩინელებსაც კი იმიტომ დანარჩენებზე აღარაა საუბარი. აი ჩინეთმა საშუალება მიცა იმას რომ უკვე თურქეთმა თავისი კონკრეტული რეგიონში თავისი ინტერესების გატარება დაიწყო და პოლუსი გახდა. არაბულმა სამყარომ თავისი ინტერესების გატარება დაიწყო და პოლუსი გახდა. ხო? ანუ ამას რატო ჩვენც მოგვეცა ამის საშუალება და ჩვენ იმის მაგივრად ეს გამოგვეყენებინა იზოლაციის გზით წავედით. თუ კი ვამბობდით იმას, რომ სააკაშვილის ქმედება, რომ მან ვერ აიცილა ომი ჩრდილოეთთან, ვერ აიცილა ომი რუსეთთან, ეს იყო დამღუპველი ქვეყნისთვის და ქვეყნის ეკონომიკა ძიმეთ განიცდიდა ამ ყველაფერს და თითოეულ ადამიანზე აღმოჩნდა მერე ეს ყველაფერი ხო გადავიდა ჩვენ ვიგრძენით ეს. ხო, ვისაც ბიზნესი ჰქონდა, ტურიზმი ჰქონდა, ადამიანები დასაქმებული ყავდა, ხელფასებს ვეღარ მიცა, ხო? ანუ ძლივს გაუმართეთ მერე სიტუაცია და მერე ჭკუაზე მოვიდა და როცა საბიზო რეჟიმის აღდგენაზე როცა იყო ლაპარაკი რომ უბრალოდ გაუქმებაზე და ტურისტების შემოყვანაზე მიხვდა რომ გასასწორებელი ქონდა ბევრი რაღაცა, ხო? მე ამას მინიმალური იმით ვამბობ. მეტი შეიძლება სიტყვები როგორც გინდათ კაცო, გინდა აგინე, გინდა მე არ ვარ საერთოდ არც ერთი მხარეს მაგინებელი არასდროს არ ყოფილი ვარ, იმიტომ რომ არც ერთის მხარე არ ყოფილი ვარ. და მე მყავდა ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ყველას მხარეს იყვნენ. ყოველთვის და თან ამბობდნენ ამას რომ შენო სულ ყოველთვისო ვიღაც სულ წინააღმდეგობაში ხარო, ხო? ხელისუფლებაში რომ მოხვედი, მაშინაც რამოდენიმე თვეში ისე იმაში ოპოზიციაში აღმოჩნდი, იმიტომ რომ შენო ეგეთი ტიპაჟი ხარო და აი მეო ყველა ხელისუფლებას ჭირდებიო. შევარდნაძის დროს შევარდნაძე ჭირდებოდიო, სააკაშვილის დროს სააკაშვილს ჭირდებოდიო, ოცნების დროს ოცნებას ჭირდებიო. ხედავ რა კაი ტიპი ვარ. ასე ფიქრობს ადამიანი. ასე უყურებს მესმის მისი. ოღონდ ბევრის არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც საერთოდ ის ადამიანი მართლაც ხეირს პოულობდა კაცო. ის რო ჭირდებოდათ, ეს იმას ნიშნავდა, რომ მასაც ჭირდებოდა ამ ხელისუფლებაში მისი ინტერესების გატარებაც და ამიტომაც ყველა ხელისუფლებასთან მორგებული იყო. პარლამენტის წევრი იყო კაცო. ერთხელ კი არა, თითქმის ყველა იმას ახერხებენ ადამიანები ამას, რომ ყველა ხელისუფლებასთან კარგად არიან ასეთი ტიპაჟის ადამიანები. დღესაც ის ადამიანები, რომლებიც ეხლა ოცნებას კბილებით იცავენ,
ბევრი მათგანი ასევე კბილები დიცავდა ზუსტად სააკაშვილს და იმაზე უფრო ადრე თუ ასაკი ხელს უწყობდა, ხო? ბევრს ვიცნობისით, რომელიც შევარდნაძის როსაც იგივე საკეთებდა. დღესაც ეს სიტუაციაა. მახსოვს ისიც, როგორც კი ვთქვი, სულ 3 თვეში მომიწია უკვე ფაქტიურად, როცა ღია იმაში გადავედით ერთმანეთთან, მოგვიწია დაპირისპირება ქვია ამას, ხო, როდესაც აღარ ვეთანხმებოდი მათ, ასე ვთქვათ, პოლიტიკას. და მეუბნებოდნენ აცალე რა, რომ მოვიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი, მე მქონდა 3-4 ისეთი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ვთქვი, რომ ეს კაცი ქვეყანას არ ამგონია, მეთქი რომ წაადგეს ბევრ რამეში, იმიტომ რომ ტიპაჟიდან გამომდინარე. იმიტომ რომ 3-4 შემთხვევა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას საქმესთან, ადამიანის დამოკიდებულებას საზოგადოებასთან, ადამიანის დამოკიდებულებას გუნდთან. და როდესაც შევატყე ხლა ვიღაცები იქვე მეუბნებოდნენ, რომ ეგო იმ გუნდის წევრების ბრალი იყო, ვინც ამბავი ვერ მიუტანაო, სწორათო. და პირდაპირ უთხარი, ბიჭო, ადამიანი, როდესაც ისეთ გარემოს შექმნის, რომ სხვას სწორად მიტანაც კი არ შეუძლია, ეშინია, ერიდება, ან არ ვიცი, ფიქრობს შარი არ გავიჩალიჩო რაღაცა რო უთხრა და ამის გამო არ გეუბნება და მერე ზარალდება, თვითონ ის ადამიანი ზარალდება, თვითონ მისი გუნდი ზარალდება. მე ვთვლი, რომ მართვის სტილი აქვს ცუდი. თორე აბა როგორ შეიძლება ადამიანი მართავდა ისე რომ არ დაუშვა ის რომ მოვიდეს ვიღაცა და გითხრას ვაი აქ ესე არასწორია. მისას დროსაც მომსულია ესეთი შემთხვევა. მას რა ქვია პირველად როცა ჯერ კიდევ მიშა იმაში იყო რა ქვია საკრებულოს თავმჯდომარე იყო და იყო ხელმძღვანელი მაშინ მომიწია ფრაქციაში ჯერ კიდევ ხელისუფლებაშიც არ ვიყავით მოსული ვანო მერაბიშვილთან რომელმაც მითხრა ხო ცოცხალი ეს კაცი და ალბათ ეხსომება ეგ როდესაც გამოვიდა თქვა ესეა გასაკეთებელია მე უთხარი რომ არ არის სწორი იმიტომ რომ უნდა შევალ ეხლა მიშასთან და ვეთქვი რომ ეს სწორი არ არის იმიტომ რომ ამით დაზარალდება რაღაცა საქმე ხო და რა მითხრა იცით? ჩვენო იმასკენ უნდა ვფიქრობდეთ, მიშა რო დავალებას გვაძლევს, სწორია თუ არ არის სწორიო. ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ის დავალება, რომელიც მან მოგცაო. და პირდაპირ უკვე უთხარი, მასე რომ მეცხოვრა მეთქი, ხო? გამსახურდიასთანაც, შევარდნაძესთანაც და ნებისმიერთან ვიქნებოდი ძალიან კომფორტულ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ასე არ მიცხოვრია. მე ამას იმიტომ გეუბნებით რომ დავინახოთ. იმის დროსაც დღეს მაინც აღარ არის ლაპარაკი კაცო იმაზე. რა იყო 3 წლის წინ და რა იყო 4 წლის წინ და 5 წლის წინ, ხო? ან კიდევ უფრო ადრე. დღევანდელ სიტუაციაში, როცა ქვეყანა კრიზისშია შესული, როცა ქვეყანა იზოლაციაშია შესული, როცა ადამიანები ერთმანეთს უკვე ურტყავენ და რა ვქნათ, ის 40%-ს რო ვეძახით, 60 ხო ოცნებისა, და 40 არის დანარჩენი ოპოზიცია. ესე დაამთავრა ხო არჩევნები და ოცნების დათვლით ხო ესია. იმ 40% ჩვენს მოქალაქეებად არ თვლით. იმ 40%-ს არ თვლით, რომ იმათთან ერთად უნდა ვიცხოვროთ? აბა როგორ უნდა ვიცხოვროთ? იმაში რა ქვია, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში გავყაროთ ისინი უნდა დავიჭიროთ ისინი უნდა დავხოცოთ თუ რა უნდა ვქნათ. ეს ხო ჩვეულებრივი ადამიანური ის არის ხო საკითხი ლოგიკა იმისი რომ დავანებოთ თავი გაყალბდა არ გაყალბდა დღეს ეს საკითხი მნიშვნელოვანი როგორ არ არის მაგრამ მეორე ხარისხოვანია. დღეს საუბარია კრიზისიდან როგორ გამოვიდეთ. სულაც რომ კარგად ჩატარებულიყო ეს არჩევნები. სულაც რომ ყველა არაფერი არ გაყალბებულიყო მაგრამ კრიზისი გვაქვს 40%-თან. კრიზისი გვაქვს იმ ადამიან 40%-თან შეუთანხმებლობა გაქვს. და თანაც ახალგაზრდებთან, ყველაზე დიდ ნაწილთან, პროგრესულ ნაწილთან გვაქვს შეუთანხმებლობა ამ ადამიანებს და რა უნდა ვქნათ? მოლაპარაკება არ უნდა დავიწყოთ? მათი პირობები არ უნდა დავაკმაყოფილოთ? მათთან ერთად არ უნდა დავждეთ თუ ესე მართლაც იმისი ხარებასი, რომელსაც პირდაპირ რასაც ამბობენ მე სრული მტკიცებულება და სრული ინფორმაცია, რასაც ვღებულობ იქედან არის, ხო? ადამიანი, რომელიც მიშა სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და ადამიანი, რომელიც ეხლაც მე ცუდად ხდებოდი, როდესაც ყვიროდნენ და ალბათ თქვენც ბადრის რა და დედის გინება რომ მიდიოდა. მანდ დაღუპა პოლიცია ვანო მერაბიშვილმა. პოლიტიკურ პოლიციად აქცია, იმიტომ რომ პოლიციელს არ ეკითხება, ბადრი იქნება, ნიკოლოზი იქნება, მიშა იქნება, პოლიციელის ფუნქცია სხვა რამეა. დღეს პოლიციელი როდესაც აგინებს იმას რა ქვია, მომიტინგეს და მოღალატეს ეძახის, აგინებს, დამთავრდა ეს პოლიცია. ხალხო ეს თუ არ გავიგეთ და ეს თუ არ დავალაგეთ, სახელმწიფო არ გვექნება. სახელმწიფო არ გვექნება. ზარია და მოდით შემოუშვათ თან ვიკამათოთ კიდევაც გისმენთ. მოგესალმებით ბატონო გოჩა. გამარჯობათ, მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთი ჩემი აზრი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ სტუდია ნომერი 8 მისი არის, რომ მსმენელსა და მაყურებელს
მე ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი ყავს ფედერალობაში აქ არის თუ სადაც არ უნდა იყოს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და აუხსნათ ანუ აი რუსები რო ეტყვიან დახოჩივა უთხრათ სიმართლე ხო და უპირველეს ყოვლისა ჩემო კარგო ხალხო ხომ უნდა მივხვდეთ ერთ რაღაცას დავიწყოთ აი მიტინგი და ბატონო გოჟა სულ რაღაც ერთი ტუდი კი გისმენთ საინტერესოა კი თქვენ ბევრი ადამიანის აზრს გამოთქვავთ სინამდვილეში თქვენი სახით ბევრი ადამიანი საუბრობს იმიტომ რომ ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე ადამიანი დიდი სიამოვნებით გისმენთ და ბატონო გოჩა ბევრს ვერ გაუჩნობიერებია რომ იმ მიტინგზე ერთი და იგივე ხალხი არ ადგას ეს არის სადული სპექტაკლი რომლის აი პირველი ეპიზოდი მეორე მესამე მეოთხე თამაშობენ დიდი ხანია ქოც ნაცები დიდი ხანია სამწუხაროდ ის ხომ კარგად იცით რომ ნაცებს ვინ აფინანსებს და ვინ ედგა გვერდში ხო და ენის მოჩლეგით ნუ არ ვიტყვით ბიზნეს ჩემო კარგო ხალხო პრობლემა არის დღეს ბიზნესში და მე ხლა მაგას გეტყვით სულ რაღაცა ორიოდე სიტყვით ზოგი მამათი ხსენიებს ზოგიც კიდევ კრიშად მოიყვანეთ ბიზნეს და ხელში შევჭა მიშას სამთავდა ართალი ბრანდებით ნაწილი შეიძლება არ დაგეთანხმოთ რაღაცაში მაგრამ აი არგუმენტებს გავყვეთ კამათი მომივიდა ჩაულებრივი რამეა კაცო მეგობრები ყველა მხარეს ამყავს მე იმიტომ რომ მეგობრებს მე პოლიტიკური ნიშნით არ ვყოფ ჩვენ შეიძლება რაღაცეებზე ვკამათობდეთ, მაგრამ ფასეულობები, რასაც მეგობრობის ფასეულობა ქვია, ერთმანეთის გვერდზე დგომა ქვია, რაღაც თქვათ ის ახალგაზრდობა რო გვაქვს ერთად გავლილი, ერთად სიმწარე გვინახავს. ბატონო გოჩა, მე გისმენთ და შეგიძლიათ აი ვკითხოთ და ჩემას გეტყვით, როცა თქვენ გაგეხარდებათ. კი ბატონო, აი უყურეთ, მე იქიდან მოყოლა თქვენ არგუმენტს იმავშვები, რა ქვია, კიდევ უფრო ვამყარებ რაში. მიშას ჩვენ დიდი ხნის წინ მოვიშორებდით. თავის დროზე გეუბნებით, აი როდესაც ჯერ კიდევ ნოემბრის აქციების დროს ფაქტიურად შეიძლება მიშა რო გადადგა ნოემბრის აქციების მერე. მაშინ ბადრი პატარკაციშვილი იყო ჩართული თუ გახსოვთ. ჩართული იყო ბიზნესის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებიც, რომლებმაც გაბედეს მაშინ. ეხლა რო ბედავენ, ეს კიდე უფრო კარგი არის, იმიტომ რომ გაიზარდა საზოგადოება. აი მაშინ რო გაბედეს. მაშინ რომ ბიძინა ივანიშვილი არ დადგომოდა გვერდით მიშას და დაუდგა ფულით, დაუდგა მორალურად, სულ ყველაფრით გვერდზე ედგა და ეუნებოდა. დახარჯავს ბადრი 5 მილიონს, ჩათვალეთ 10 მილიონს გაძლევთ. დახარჯავს 10, 20 დავხარჯავ და დაგიდგებით გვერდს. მიშას ძალიან ადრე მოვიშორებდით. იმის მერეც ძალიან ბევრ რაღაცას, იგივე ბიზნესთან დამოკიდებულებაში, ბიზნესის კონტროლის მომენტ. სულ ბიზნეს ნასწავლია. ბიზნესა მასწავლა იმას, რა ვქია, მიშა სააკაშვილს ბიზნესი როგორ ეკონტროლებინა, როგორ ასე ვთქვათ, აღვირი როგორ ამოედო და როგორ დაეჩოქებინა, რომ სრულიად გეთანხმებით, ეგ რას ვიცით, კი ბატონო, გისვეთ. აი და ეხლა წარმოიდგინეთ დღეს სხვათა შორის ბიზნეს ის იყო ძველი ვიდეო იმაში დაიდო Facebook-ზე მქონდა გაზიარებული, მეც გავაზიარე, სადაც ის ამბობს რომ მიშას მიმართავს და ეუბნება რომ დაღუპავთ ქვეყანასო, ქვეყანა იზოლაციაში მოხდებაო, ფულიო რომელსაც თქვენ აგროვებთო, მხოლოდ თქვენ გუნდში რომ მიაქვსო, თქვენ გუნდსაც აღარ ეყოფაო, ხელფასებსაც კი ვეღარ გასცემთ, იქამდე მივა, იმიტომ რომ ეკონომიკა დაინგრევაო, იზოლაციაში მიყავთ ქვეყანაო. ამას დღეს ეს კაცი რასაც ეუბნებოდა და რასაც ებრძოდა. მე ვთვლი რომ ვიღაცები ფიქრობენ არა აფერისტობდაო. მე ვთვლი რომ არა, მართლა ფიქრობდა რომ რაღაცა შეეცვალა, ებრძოლა, მიუხედავად იმისა რომ მიშას გვერდზე ედგა, იმიტომ რომ მისი ინტერესებიც, მისი პირადი ინტერესები ხანდახან ემთხვევა ხოლმე სახელმწიფოს ინტერესებს. და იყო პერიოდი, როცა დაემთხვა კიდევაც მართლას და ქვეყანამ ასე თუ ისე რაღაცა ნაწილში ამოისუნთქა. მაგრამ როგორც კი აღარ დაემთხვა სახელმწიფოს ინტერესი და მისი ინტერესი, დღეს ბიძინა გადაიქცა მიშა თავიდან ბოლომდე. მისი პოლიცია მიშას პოლიციას ემსგავსება, მისი სასამართლო მიშას სასამართლოს ემსგავსება, მისი დამოკიდებულება ადამიანთან ურთიერთობა, ადამიანთან სახელმწიფოს ურთიერთობაში მიშას თავიდან ბოლომდე აი ყველაფრით თითქმის ტყუპის ცალებივით ერთმანეთს გვანარ. და ასე რომ, რასაც თქვენ ამბობთ, მიუხედავად იმისა, უნდოდა ეს მას, არ უნდოდა, თავიდანვე ვთქვათ, ეს ქონდა განსაზღვრული, არ ვიცი, იმიტომ რომ ადამიანის გულში რადებს ძნელი ის არის, რა ქვია, განსასაზღვრული, მაგრამ დღეს თავიდან ბოლომდე აი განსხვავებაც კი კიდე ტყუპის ცალებივით გვანან ერთმანეთს. შეხედეთ გუშინ რაც მოხდა. ხო, კიდევ ამბობ, ადამიანებს რომლებიც იქ ხომ პოლიტიკური ძალები აღარ არის. სინამდვილეში თუ დაუკვირდებით, შეხედავთ ერთ რამეს, რომ პოლიტიკოსები იქ არ არიან წამყვან როლში.
იქ არიან დიდი ნაწილი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ არც კი ფიქრობდნენ, ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღებას. ადამიანები, რომლებიც გულწრფელად გამოდიათ, იმიტომ რომ მათ ერთი რამე უნდათ. ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ერთმა მიმან მითხრა პროდასავლურმა პოლიტიკოსმა, რომ ვკითხეო ამ ბავშვებს, რატო გინდა დასავლეთი ვერც მეუბნებიანო, სასამართლო როგორი უნდა იყოსო, არიციანო როგორი უნდა იყოსო, თქვათ, ადამიანის უფლებები დაცულიო და ვეუბნები, რომ არა აქვს ამას მნიშვნელობა. მათ ერთი რამე იციან ხოლოდ, მათ იციან, რომ იმ დასავლურში არის ერთი რამ, რატო გარბის მთელი მსოფლიოს დაქცეული მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დასავლეთში და გაივსო. ხო, რატო? იმიტომ რომ მეტად დაცულად გძობს ადამიანი იქ თავს. ჩვენი თანამემამულები რატო ჩადიან იქ? იმიტომ რომ მათ იმის საშუალება ეძლებათ, რომ არათუ თავი შეინახონ, ნორმალურად იცხოვრონ, სახლი კონდეთ, კარი კონდეთ, ხელფასი კონდეთ, არამედ აქაც გამოაგზავნონ. და ნაწილი დაქირავებულად მუშაობს, ნაწილი დარჩა, სახლები მიიღო, მოქალაქეობა მიიღო, იმათ ხო ვეღარ მოვაბრუნებთ. მათი ბავშვები, აი ერთად დავამთავრე, მათი ბავშვები ერთმანეთში, როდესაც ლაპარაკობენ, მშობლებს ელაპარაკებიან ქართულად. სტუმარი თუა მისული ელაპარაკებიან ქართულად და ქართული იციან. მაგრამ ერთმანეთში ბავშვები, როგორც კი მოშორდები, უკვე იმენაზე ლაპარაკობენ, რომელ ქვეყანაშიც არიან, ან ფრანგულად, ან გერმანულად, ან ჰოლანდიურად. რატო? იმიტომ რომ ეს ბავშვები უკვე იქაურები გახდნენ. დავღუპეთ ის ბავშვები, ჩვენთან აღარ ჩვენთვის არის ეს დაღუპულები როგორ არიან, კაცო, ისინი კარგად იცხოვრებენ და ყველაფერი ღმერთმა კარგი მიცეთ, მაგრამ ჩვენთვის არის მოგვაკლდა, ხო, მოგვეჭრა ეს ნაწილი. ისინი უკან აღარ წამოვლენ და მით უმეტეს თუ ამ ქვეყანაში ვერ დაინახეს, რომ აქაც იგივე სიტუაციაა, რომ ადამიანი დაცულია, რომ ხელფასი მინიმუმია დადგენილი. იმაზე დაბლა ხელფას ვერ მიცემ. რომ პენსია გახსოვთ თქვენ ერთი ამბავი ატყდა, რომ 5 წლის მერეო 2 წელს უმატებდნენ საპენსიო ასაკს. სტუდენტები გამოვიდნენ გარეთ. სტუდენტები იცავდნენ თავიანთ ბებია ბაბუის და პირდაპირ გაგებითად შეიძლება ბებია ბაბუისას კი არა. იცავდნენ რას? რომ დღეს მათ აქვთ იმისი უნარი, რომ დაიცვან, დღეს მათ აქვთ იმისი უნარი, რომ ქუჩაში იდგნენ, იჭყობონ, იმიტომ რომ პენსიონერის ასაკის ადამიანს ეს აღარ შეუძლია. მაგრამ მათ იციან, რომ დღეს იცავენ არა მარტო იმ პენსიონერს, არამედ ხვალინდელ თავის დღეს, იმიტომ რომ ხვალ რომ თვითონაც იმ ასაკში იქნებიან, ის ბავშვები ჯერ რომ არ დაბადებულან ისინი დაიცავენ მათ ინტერესებს. ეს არის ის დასავლეთი. ესეთი დასავლეთი არის ის, რაც ჩვენთვისაც მე იმის კომუნისტური რეჟიმთან მქონდა ერთი რამე, რომ ადამიანის უფლება არ იყო დაცული, თორე სოციალურად ადამიანი დაცული იყო. სამსახური ჰქონდა. სამსახური ჰქონდა კი არა უმუშევრობის იმაზე, რა ვქო, იჭერდნენ ადამიანს რო არ მუშაობდა, ხო? ანუ იყო სამსახური. ხელფასი ადამიანს იმდენი ჰქონდა, რომ საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი, ელემენტარული ის პირველი ყველაფერი ეს ჰქონდა, მაგრამ ჩვენ უკეთესი გვინდოდა და უკეთესის მაგივრად 30 წელია აგერ უარეს და უარეს ღებულობთ. ჩამოგვექცა ადამიანები დაგვემშა. საბჭოთა კავშირის დროს ადამიანი ურნასთან არ იდგა. ვერ ნახავდით ადამიანს, რომ საჭმელი არ ქონოდა. ვერ ნახავდით ადამიანს, რომ ბავშვის ფეხსაცმელი და გული მისკდება, კაცო, იმ ჩერნოვეცკის ფონდის იმას მარტო მე ვნახულობ სოციალურ ქსელებში. ერთხელ თუ ორჯერ რაღაცა. ისმენთ დიდი ბოდიშის ბატონო გოჩა, აი, სულ პატარა ჩვილი ბავში, რომელიც ენას იდგავს, იმას რომ აუხსნა და უთხრა, შილო ეს შავი ფერი კი არ არის, ეს არის თეთრი, ამას ქვია თეთრი, ამას ქვია შავი. ეხლა მე ისე მივდივარ განათლებაზე. ეს ხო იწყებოდა ოჯახიდან. ოჯახები დაირბა ამ სიტყვის სრულნიშნულობით. უმაღლეს სკოლები დაიქცა. უმაღლეს სასწავლებლებს უარესი დღე დაემართა. ესე იგი გული მტკივარ ადონეზე 23-24 წლის ახალგაზრდა გოგოები დგანან მეტრო რუსთაველის გვერდზე მდებარე რუსთაველის ძეგლთან და რამოდენიმე შეკითხვები ხო იყო ყველამ კარგად ვიცით და ეკითხებიან ეს ვისი ძეგლია და ჩვენო აქაურლები არა ვართო. აი ეს აქაურლები არ არიან ლობაიადან დაწყებული დღევანდელი განათლების მინისტრის ჩათვლით. ესე მიერენ იქაურლები, საჯოჯოხეთები, არც მეტი და არც ნაკლები. ყველასთვის ერთი უარ არის ეს ქვეყანა, ჩემო კარგო ხალხო. რატო დააქვეს, რატო უწოდეს დავით აღმაშენებელი, რატო უწოდეს თავდადებული, ჩემო კარგო ხალხო და უამრავი მაგალითი ამისა, ხო ყავდეთ ჩვენ სხვა მეფეებიც, ზაქიჭამია თუ ჯანდაბა და რა ვიცი უარ ხოდა. მე დამაინც რომ ბიშასი არ მიყვეს რომ ბიშა არაფერი წავდა დამთავრდა, მაგრამ ამ კაიკაცის მიყვირს მე. შეკაი ადამიანო დროხა მიწველა იწვლა კაცი და დააქციო ასე რატომ მიყავს საქმე. ქვეყანას თუ დაიქცევა შეგონია კარგად იქნები, ვერცეთ ფეთხოვაში ვერ იქნები კარგად. შენ ქართველებს ვერ მოერევი. აღამაჰმად ხანი 10 შენხელა იყო და 100 შენხელა იყო კიდე ის მტერი, რომელიც საქართველოს წეწავდა ყოველდღე. ვერ მოერევი და ამიტომ
გამოძებნით კომპრომისში დაიწია უკან ვერს არაფერს ამოადგენთ კაცო აი სწორეს ამბობთ ერთადერთი გამოსავალი ხო დიალოგია კაცო როგორ შეიძლება შენ საკუთარ შვილებს ხო შეიძლება შვილებთან ადამიანები ვართ კაცო არ მოგვსულია კამათი როგორ არ მოგვსულია რაღაცაში ვერ შევთანხმებულ ვართ მაგრამ ხომ არ დაგვიხოცია ერთმანეთი ხო დამჯდარ ვართ მე და რაღაცა შენ დაგითმია უფროსი რახანა ხარ მეტი გაქვს ძალაუფლება მეტი გაქვს და ურთიერთო მოლაპარაკების შემდეგ ხომასი 100%-იანი ხართ ერთადერთი გამოსავალი ხო მოლაპარაკება საშუალება ბოდიში გაიხარეთ, აი 100%-იანი გეთანხმებით, ოღონდ აი ისევ იქ მივდივართ. ის ბავშვები რომ ამ დღეში არიან, ხშირ შემთხვევაში ვლაპარაკობთ ხოლმე რომ აი ეს ბავშვები ესეთები აღარც ეს იცი. და ვისი ბრალია, ჩვენი ბრალი არ არის, კაცო. მე მარტივ რამეს გეტყვით, მეტროში რამოდენიმეჯერ ეხლა ჩვეულებრივი რამეა, მომიწია, როდესაც ის არის, რა ქვია, უფრო პიკის საათები, როგორც ავტომანქანებზე ისია ხოლმე იმაში ტრანსპორტშიც, ხო? და არის როდესაც ბევრი ადამიანი. რომ ვეკითხები აი ბავშვები გაიზარდნენ ისე, რომ უკვე მშობელმა აღარ ასწავლა, რომ ადამიანს სანამ ჩახვალ სადგურის, რომელიც ჩვენ გინდა ჩახვიდე, ცოტა იმ სადგურამდე სანამ მიხვალ, უნდა დაიწყო უკვე მოძრაობა. უნდა კითხო, ჩაბრძანდებით თუ არ ჩაბრძანდებით და შემდგომ შეცვალო ხო თუ არ ჩადის, ადგილი გაუცვალო, რომ მე შენ წინ მიხვიდე და რომ ეკითხები, ჩადიხართ, ისე გიყურებენ, თვითონ რა შენი საქმეა რა, დაახლოებით ეს გამომეტყველება აქვს, ჩავდივარ თუ არ ჩავდივარ. ნუ ვიფიქრე ალბათ ჩადის და შეურაცხყოფად მიიღო ჩემგან და მე რო არ ჩავიდა თქო მან და მაინც ხელი უნდა გკრან ან მე შენ უნდა კრა ხელი ადამიანები ხო ვართ გაზდის აღზდის პრობლემაა ოღონდ ეს იმ ბავშვების ბრალი კი არ არის ჩვენი ბრალია ჩვენმა თაობამ ვერ მოახერხა ვერ მისცა სათანადოდ ხო ვიღაცა ჩათulis მე ჩემი შვილი გავზარდე გაცოდე ხა სხვამ თავისას მიხედოს ხო არა სინამდვილეში ხო ეს ადამიანები ერთ სივრცეში არიან მაგრამ საოცარი მისა აქვს მეორეს მხრივ სოლიდარობაც აქვს კარგი ბავშვები არიან იმიტომ რომ მათ შეუძლია თამამად გელაპარაკონ შეხედეთ როგორ საუბრობენ როგორ შეუძლია თავისი აზრის ჩამოყალიბება რა კარგად შეუძლიათ ის რომ თავისი თქვათ ის მოთხოვნები რაც აქვთ ის დააყენონ და მათ კიდე გეუბნებით თავი დავანებოთ სიღრმეებს რაღაცაში მათ ნორმალური ცხოვრება უნდათ უბრალოდ ჩვენ ხო ყველაფერი გავაკეთეთ და ტელევიზორს ჩართავდი რადიოს მოусმენდი გარეთ რეკლამას დაინახავდით ევროსტანდარტი ისა რა ქვია საუკეთესოა ევროპა საუკეთესოა ევროპული ტანსაცმელი საუკეთესოა ევროპული მანქანები საუკეთესოა ეს და მართლაც არის ხო საუკეთესო კაცო აბა ჩასაცმელი თუ ევროპული ჯობია თუ აზიური ჯობია მანქანები ეხლა არა უშავს აგერ ჩინურები შემოვიდა არანაკლებია მაგრამ ხო იყო ანუ სტანდარტის დაწესება იყო იქ სტანდარტი იყო საუკეთესოსი და ასე გაიზარდნენ ამ სტანდარტში ცხოვრება უნდათ მათ და შენ რო ეუნები რომ არა შენ მე აღარ მინდა იმათთან თურმე ჩემი სუვერენიტეტი ყოფილა და თურმე ჩემი ისა რა ქვია ოჯახის სიწმინდე იქ ნახეთ როგორია და მე თვითონ მქონდა კაცო აი ამერიკელებზე ხო ისეთი წარმოდგენა აქვს ერთ-ერთი პირველი ელჩი იყო გვარს ახლა ვეღარ ვიხსენებ მგონი ბრაუნი იყო ზუსტად აღარ მახსოვს ვისთანაც ერთად მომიწია აფხაზეთის კონფლიქტის ამ მოგვარებების დროს ჩართული ვიყავი ამ ოთხრივ იმაში რა ქვია ოთხი მხარე იყო ფაქტიურად ჩართული და ამ ოთხრივი კომისიის მუშაობაში პარლამენტიდან ვიყავი ჩართული და ამ ელჩთან მომიწია რაღაცაზე საუბარი და ნუ მაშინ თან ახალგაზრდაც ვიყავი ისეთი სიტუაცია იყო და რაღაც გოგონები გამოჩნდნენ და ისეთი ხუმრობის იმითი ნახე ამან შეიცხადა მეო ცოლი მყავსო და ჩემ ცოლსო ვერ უღალატებო ხო მე იმას ვამბობ დამოკიდებული მაშინ პირველად შევეხე იმას რომ იქ ოჯახის სიწმინდე როა დაცული ისეთი ჩვენთან არ არის ჩვენთან ხო ასე ითოლებოდა ჩემასაკში ახალგაზრდებს შეს უკვე აღარ არის და სხვანაირად უყურებენ და კარგია რომ ღმერთმა ქნას რომ მართლაც ესე იყოს როდესაც უყვარს და ცოლი ყავს ვარიანტი არ არსებობს სხვას გახედოს და ჩვენთან ითოლებოდა რომ თავარია ცოლს არ უნდა ეღალატა კაცო თორე კაცი იმიტომ იყო რომ უნდა წასულიყო ქალებშიც უნდა ევლო კარგადაც უნდა მოელხინა მეგობრებში უნდა დაეხარჯა რაც კი ქონდა და შეიძლება ოჯახში ვერ მიეტანა ასეთი აზროვნებაც ქონდა და ასეთ ფასეულობაში ვიზრდებოდით იმ დასავლეთ სხვაფას კარგი რაღაცეები ძალიან ბევრი აქვს ხალხო ძალიან ბევრი აქვს ოღონდ კიდევ რაშიც ვერ ვეთანხმები მათ ეს არის რომ რა და არ უნდა გადავიქციოთ რა და ამას ვამბობდით რომ გინდა თუ არა ნატოში იმიტომ უნდა შევიდეთ და თან ვერ შედიხარ იმ ნატოში ხო უკრაინა არ მიიღეს და დღესაც გეუნებიან რომ არ მევიღებთ იმ უკრაინასო და აქედან გამომდინარე ხო უნდა მიხვდე რომ შენი მთავარი ფუნქცია რა არის აქტიური ნეიტრალიტეტი რაც აქტიური ნეიტრალიტეტი რას ნიშნავს სამხედრო ნეიტრალიტეტი თორე აქტიური უნდა იყოს ნებისმიერი მიმართულებით ნებისმიერთან უნდა კონდეს 3+3 ტრაგედია იქნება ვამბობდით ამ ხელისუფლებაში დღეს მეც მეშინია იმიტომ
ბედნიერ კაცს მარცხს რას იზავენ მართლა აღარ ვიცი თორე როგორ შეიძლება რომელიმე გაერთიანება რაღაცის საწინააღმდეგო იყოს 3+3 შედის თურქეთი რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა ხო ნატოს წევრი ქვეყანა ბალან ჩინეთი რომელიც ფაქტიურად საპირწონე შეიძლება ყოფილიყო რუსეთისა რაღაც საკითხებში ხო ასეთ სიტუაციაში დღეს რო ვართ მეც მეშინია უკვე იმიტომ რომ მართლა არ ვიცი საწავალთ იმიტომ რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით პირდაპირ აცხადებს ადამიანი რომ სანამ შენ გამაგდებ და სანამ შენ რა ქვია შენს იმას პირობებს დამიყენებ მე თვითონ აღარ მინდა შენთან და აღარ გელაპარაკები საერთოდ რატო იმიტომ რომ მარტივი რამე უთხრეს ის კი არ უთხრეს ოჯახის სიწმინდის კანონს რატო გებულობო და ის კი არ უთხრეს გინდა თუ არა LGBT მიიღეო ესენი გეუნებიან თავარი ეგ არის თავარი სხვა რამე იყო კანონების ჰარმონიზაცია იყო კანონების ჰარმონიზაცია რაზე მინიმალური ხელფასი უნდა იყოს განსაზღვრული საპენსიო ასაკის უნდა იყოს განსაზღვრული და პენსია უნდა იყოს განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულება უნდა იყოს დადებული რომ ადამიანს გაგდება არ შეეძლოს აი ეს მომენტები იყო თავარი რაზეც გეუნებოდნენ რომ ჰარმონიზაციაში მოიყვანეო და ვერ მოყავს ჰარმონიზაციაში იმიტომ რომ მაშინ ეს ხელისუფლება ჯერ იმას ამბობდა რომ ხელფას მინიმალურს ვერ გავაკეთებო იმიტომ რომ ჩემი ეკონომიკა ფეხზე ისე არ დგას რომ მე გავსაზღვრო რომ სიტყვაზე 1000 ლარზე ნაკლები არ შეიძლება შემოსავალი კონდეს არა ჩვენთან 500 ლარს აძლევენ სამუშაო 8 საათია 8 საათის მერე თუ კი ზედმეტად მუშაობს ადამიანი მაშინ ხელფასიც კოეფიციენტით მეტი უნდა იყოს ეს წესი იყო იმ ჰარმონიზაციაში არც ეს არ უნდათ ამებზე ამბობენ უარს და კტენიან რას ამას გვეუბნებიან და იმიტომ რომ თურმე გინდა თუ არა LGBT უნდა იყოს რამდენი ქვეყანა სადაც LGBT საკითხი საერთოდ არ დგას და იქაც LGBT ესეც ხო უნდა ავხსნათ როგორ ადგას ყველაზე დაუცველი ვინც არის უსახლკარო ვინც არის ვინცაც უფლებები დარღვეული აქვს იმათი უფლებების დაცვა არის სტანდარტი რომ დანარჩენი აი ყველაზე იმისი არ იყოს ცხოველების დაცვაზე არიან გადასული და მწერების და რა ვიცი რაც კი რამე ცოცხალი არსებობს იმიტომ რომ ადამიანი ცივილურად მაღლა დგას და გეუბნება რომ ეს LGBT-ც განსხვავებული რომ მისი უფლებაც ისევე უნდა იყოს დაცული როგორც შენიო ამაზეა ლაპარაკი დანარჩენზე ის რომ რა ქვია პროპაგანდა არ უნდა იყოს უმრავლეს ქვეყანაში იქაც ესე არის და არ არის ეს პროპაგანდა ეს არის მათთანაც თავარი რაც იყო ეს ხელისუფლებას რაც არ აწყობდა რა იყო რომ დემოკრატიის ის თავარი რაც არის ფუნდამენტი რაც არის რომ ხელისუფლების ცვლილებები როგორ უნდა მოხდეს რომ არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს ვიღაცა მეტყვის არჩევნების გაყალბების ფაქტი მითხარ რა ფაქტზე უნდა გელაპარაკო შენ რომ ხარჯავ ხელისუფლებაში რო ხარ 20 მილიონს ყველაზე დაბალ თანხას ვიძახი და მე რო 2000 მაქვს დახარჯული თანაბრები როგორ ავართ ზედაზღვარი ხო მაინც უნდა იყოს დაწესებული მაშინ იმისი რომ ამაზე მეტის დახარჯვა არ შეიძლება და რატომ არ ვაწეს ზედაზღვარს იმიტომ რომ ზედაზღვარის დაწესებას აზრი არ აქვს ფულსო მაინც ჩუმად დახარჯავენ და ამიტომ ჯობია პირდაპირ დახარჯოსო და ზედაზღვარი არ დავაწესოთო ეს დამოკიდებულება აქვს ის რომ ხელისუფლებაში სულმე უნდა ვიყოვო ეს დამოკიდებულება აქვს და ნუ ასეთ სიტუაციაში ხალხო ვერ იქნებით კარგად პატრონს ვეძებთ სულ მუდმივად მე ერთი მეგობარი მეუბნება კი მაგრამო აბა ვინ გინდაო პატრონი რო იყოს ერთადერთი გამკეთებელი ეს კაციაო სულ პატრონის გაანებეთ პატრონიზებნას თავი პატრონი კი არა კანონი უნდა იყოს ნაპოლეონ ბონაპარტი კაცო იმაზე ძლიერი როგორ არის ეს თუ ნაპოლეონ ბონაპარტი იმის გამო რომ ქვეყანა რომ მართული ყოფილიყო კარგად და მისთვის არ შეკითხოდნენ რომ როგორი უნდა იყოს მემკვიდრეობა ამასა და ამას შორის კანონი დაწერა სამოქალაქო კოდექსი ნაპოლეონის შედგენილია რომელზედაც დღეს დგას ევროპის სამოქალაქო კოდექსი დაწერა იმის გამო და გააკეთა რომ მას კი არ უნდა აწუხებდნენ და მას კი არ უნდა ეკითხებოდნენ კანონს ვინ როგორ ასრულებს ეს უნდა ავირჩიოთ კანონი როგორი უნდა იყოს ეხლა რო კანონებს ღებულობთ იმაზე არა ლაპარაკი ეხლა კანონს ღებულობს ხელისუფლება როგორც მის შეაკეთებდა მიიღო კანონები რომელიც მას აწყობდა სოფლიო ცივილიზაციო რო შეთანხმდა ის კი არა მას რომ აწყობდა ისეთი კანონები ქონდა მიღებული ეხლაც ესეც ღებულობს ჩემ შეგინებაზე უსროგიმაზე რა ქვია ციხეში უნდა გაგიშვაო და მისი პოლიციელი წამალს როცა უდებს ის არ აუშავს მოსულა მისი პოლიციელი როცა აგინებს ვიღაცას ეს მოსულა როცა მისი პოლიციელი წიხს ურტყავს მოსულა და კარგით ხალხო რაზე მელაპარაკებით და მიშა არ მინდას მეუნები და ეს ხავს მიშა სახელი და გვარი არ მოგწონდა თუ რა შეა თუ ჰაბიტუსი არ უარგოდა ხო მიშა არ მოგწონდა იმიტომ რომ იმას აკეთებდა რაც აკეთებდა და ესაც თუ იგივეს გააკეთებს ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს სახელი რა ექნება გელი შემჭამს თუ გლისფერი ძაღლი რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის ჩვენი უფლება როგორ უნდა იყოს დაცული ხო ეს არის თავარი ამოცანა რომ სახელმწიფოში ეს უნდა გქონდეს ყველაზე დაუცველი ადამიანი რომ დაცული იყოს უპოვარს რომ მშიერი არ იყოს კურნალობა რო გქონდეს ეს უნდა შევქნათ ეს არის ის დასავლეთი სადაც იქ აქედან ჩასული კაცო ღვიძლი წამლის კეთებით ვიღაცა ვანელი სოფლიდან
ფილმიდან, ვანის სოფლიდან ჩასული ჩავიდა და 2 მილიონი ევრო დაჭდა მისი ღვიძლის გამოცულა. და მე კიდე წამლის კეთება გააგრძელა, კაცო, იმ კაცმა და კიდე მეორეჯერ გამოსაცვლელი აქვს და გერმანელი ამაში ფულს იხდის. ფულს იხდის თავისი შრომობს, წვალობს იმისათვის რომ ვიღაცა აქედან სოფლის ჩასული მორფინისტი რო იქ ჩავიდა, ყველა დაცული უნდა იყოს, ამას აკეთებენ. საოცარი მიღწევები აქვს ამ ხრივ. ეს ავიღოთ რა იმადგან ხალხო. ეს ავიღოთ რომ აქ ბავშვი მშიერი არ იყოს, შედით ნახეთ რა დღეში არიან კაცო ბავშვები. მშობლებს ფული არა აქვთ რომ აჭამონ ბავშვებს. საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვერც დააჯერებ, კაცო, მე დეპუტატი ვიყავს, კაი კოჩა შენ გჯერავს რომ საქართველოში მშიერია ვინმეო და არის. და ადამიანებს ისე შეხედეთ, კაი მშიერიას თავი დაანებე, კაცო. ცნობა რო აიღო შენს ეზოში კარები რო გამოჭირა ამ რამოდენიმე დღის წინ იმას ვქენი წავაწყდი ამ იმას რა ქვია შემთხვევით სრულიად ესე ამ პრობლემას და კარის ამოჭრა უნდა გააც და არაძლევს რა ქვია ერთ იმაში მივიდა იმაში რა ქვია გამგეობაში იმან გადააგზავნა რადგან ურბანულში იმან გადააგზავნა აქ ბოლოს რაღაც 500 ლარი უნდა გადაიხადოს რომ გაუკეთონ რაღაც და თან არ იცის ბოლოს როგორ დამთავრდება ამ 500 ლარს რო გადაიხდის მერე იმდენჯერ უნდა გააკეთოს რაღაც გარკვეული ისაგა გასაკეთებელი ხო გეუნებიან რომ მანძილი უნდა იყოს თქვა სიტყვაზე ელექტრო იმიდან 3 მეტრი 3 მეტრით იმაში ნახაში არის სურათს უღებ რომ 3 მეტრზე მეტია დაშორება და გეუნებიან არა ცნობა უნდა აიღო ეხლა იქიდან რომ თელასმა მოგწეს რომ ნამდვილად 3 მეტრია რატო აწვალებთ ამ ხალხს რას ერჩით ხო ეს ხალხი მიგაჩნიათ რომ უნდა დარბოდნენ მე რაღაც საბუთს მიცემ და ცოტა ხნის მერე რომ მოიტანს იმ საბუთს მე ვიტყვი არა ამ საბუთს კიდე სხვა რამე აკლია იმ წუთას ვერ მითხარი თუ ჩემი დრო ჩემი ხარჯი რომ დავდივარ ზოგს ფული დათვლილი აქვს იმისი რომ მეტროთი როგორ უნდა წავიდეს როგორ მივიდეს და შენ ამ ხარჯებს უზრდი და ჩვეულებრივად მიგაჩნია რომ ესე უნდა იყოს დააფიქრდით ადამიანებო მაგრამ რა ამაზეა ლაპარაკი რაც ეხლა ხდება კაცი გეუბნება რომ გორკილებ დადებული სულ რომ ვერ ვიტანდე სულ სადისტი რო იყოს თვითონაც ეგა თქვა ცუდი კაცივე ვიყო სადისტი მკვლელი დაპატიმრებული ვზივარ და შემოდის პოლიციის უფროსის მოადგილე და წიხს მარტყავს. ყველა მის თვალწინ 30 კაცის თვალწინ და ვიდეო კამერების თვალწინ. არ ხდებოდა ეგეთი რამე ხდებოდა, კომუნისტების დროსაც ხდებოდა, მიშას დროს რო ხდებოდა ესეთი უნდა, მაგრამ ასე მაინც უტიფრად ამას კი არ აკეთებდნენ. იმას მაინც მალავდნენ რომ რაღაცნაირად ჩუმი ჩანაწერი კადრებით იყო ხო ის რა ქვია каранტინის დაშლა და ის რომ ფილმებია გოგა ხაინდრავას გადაღებული კაცო ამაზე დღეს რომ ოცნებაშია ხო ფილმებში მოიგო ფილმებში სამართალი აღდგა და დღეს იგივეს აკეთებენ ზუსტად თითქმის რა დარჩა კაცია უხმარია თუ არა ჯერ არ ვიცი ეგეც იმიტომ რომ არც მაშინ არავის არ ეგონა ლაპარაკი იყო მარტო პირდაპირ ჯერ არ შემოკვდომიათ, თუმცა გადარჩენილები არიან, შემთხვევით არიან ადამიანები გადარჩენილები, რომ ცოცხლები არიან, ხო? და კიდევ ისინი, ვინც მიშას დროსაც, მიშას მხარეს იყვნენ და ვაცალოთ ბატონო თავი დაანებო, დღეს ის ადამიანები მეუნებიან, ეხლა ბიზნეს ვაცალოთო და არ შეიძლება ესე ადამიანი მოუთხოვოთ რა. ეს ჩვენი ხელისუფლებაა, ან შიში იმისი. აბა ეს რო წავა და მიშა მოვა და შენ თვითონ არ უნდა მოიყვანო, კაცო. შეიარჩიე რა. შერჩევის უნარიც არა გაქვს, მარტო ორს ხედავ, მეც ვერაფერს ვერ ხედავ. ხო, დაყოფილები ხო არიან, კაცო, სხვადასხვები ხო არიან, ჩვენც ხო ვიყავით. ხო, ჩვენს გარდა კიდე რამდენია. ადექი და მიეცი, შენ თვითონ არ აძლევ ამ ხმას. და ნუ ან უმიცემ ამ მიშას ხმას, ან მიშასიანი რომ მიგაჩნია, იმასაც ნუ უმიცემ ამ ხმას. თუ მართლა დაიჯერე, რომ გვარამიაც მიშაა, გვარამია კი არა, რა ქვია იმას. გახარიაც მიშაა, კაცო. გუშინ არის ხო ეს გახარია საუკეთესო პრემიერი? თვითონ არ ამბობდა ამას, კაცო. შინაგან საქმეთა მინისტრი გადასარევი არის ხო? და ეხლა მეუნები მოღალატეა, აგენტია და მიშისტიაო, კაცო. სუმთად გაგიჟდით თუ და მართლა იჯერებთ, კაცო. კაი ის გაგიჟდა, თქვენც გაგიჟდით. მოიყვანა ჯერ, გინდა თუ არა ეს უნდა იყოს, იმისი არ იყოს, ვეკითხები, რატო უნდა იყოს, პასუხს გაძლევს, ის გული გაგისკდება. ვიღაცაზე გეუბნება, რომ ვერტალიოტი კარგად იყიდაო და ამიტომ პრემიერ-მინისტრი უნდა იყოსო. ამაზე გეუბნება, ჰაბიტუსი აქვს კარგი და იმიტომ უნდა იყოსო. ასეთი დამოკიდებულება ხო აგდება ადამიანების, ხო? არ შეიძლება, ნუ ესე და მე ვინ მართავს? ყველანი ვთანხმდებით, რომ ისო ბიძინა მართავს. აბა ყავს, კაცო, პრემიერ-მინისტრი ყავს. ხო ის უნდა მართავდეს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარე ხო ყავს. პრეზიდენტი ხო ყავს. თუ მათი ცოდნა, მათი კომპეტენცია, ხო, აი ვინ უნდა იყოს ბიზნეს გარდა. თუ მათი ცოდნა, მათი კომპეტენცია მიგაჩნიათ, საუკეთესოა, რაც კი საქართველოში შეიძლება იყოს და ეს ადამიანები თავისი კომპეტენციით, თავისი ცოდნით, თავისი ურთიერთობებით არიან ურთიერთობები ადამიანებთან რომ ამყარებენ ურთიერთობას ამას გულისხმობ და თან ადამიანებს რომ მოსწონთ და რეიტინგი რომ თუ ესენი მიგაჩნიათ, ყველაზე მაგრები არიან და მეტი სხვა არავინ არ არის, მაშინ ცუდად ქონია დიაგნოზი გაქვს დასასმელი.
და თუ თვლით რომ თუ ამათაც შეუძლიათ მართვა, ესე იგი დანარჩენსაც შეძლებია მართვა, ხო? თუ ამათ შეუძლიათ რომ თურმე პრემიერი იყოს, პრეზიდენტი იყოს და პარლამენტის თავმჯდომარე იყოს, ბიჭო, ეგეთებია დანარჩენებიც. თუ უკეთესი არა, ასეთი მინიმუმ ხომ არიან ასეთები. ანუ შეიძლება ხო ქვეყანა მართოს? არა, ამ ქვეყანას და ამათ სულ ყველას მაინც ბიძინა მართავს. ასეთი მართლობა გინდათ? ასეთი მართლობა ერთმანეთს რას გვახოცვინებს? კაცო, გაიწიოს და ისედაც ადგება და ფულით ვისაც უნდა იმას იყიდეს, თუ მართლა ესია, ხო? არა, იაფი რო დაუჯდეს ამიტოა ხო ლაპარაკი, მის ფულს უთხრილდებით. რომ იაფი დაუჯდეს, იმიტომ ესენი იაფი უჯდება, ის დანარჩენები რაღაცას თხოვდნენ ალბათ. და ისიც არ იყოს ეს ამხელა ფულები რო გაუშვათ ვიღაცებს და მე რო დაასანქცირეს. ხო ის პოლიტიკური პარტია რო ვამბობდით, ბანკები არიან პირდაპირ ჩართულიო. ხო მოხდა ისე რომ საქართველოს ბანკესის დაასანქცირეს ფაქტიურად. იმიტომ რომ ბიძინასთან ურთიერთობით იყო. ანუ ბიძინა იხდიდა ამ ფულს. იმათთანაც კონფლიქტი აქვს. ვიღაცებთან თამაშობდა ამ კონფლიქტობანას, მაგრამ სინამდვილეში კონფლიქტში გადაუვიდა. იმიტომ რომ მისი მართლობა ამას მოიტანს, სხვა გამოსავალი არ არის. მოდი ძალიან დიდხანს გველოდება კიდე და რო არ ვაწყენიოთ ამ ადამიანსაც. გისმენთ? გისმენთ? ვინ არის საშიში პიროვნება? ალო. გისმენთ? არის მის ჩემი ხმა მეურდება. აითი შეეტყობა. მაგრამ კარგი დიდხანს დროს ყოველ იმას ვიზავთ, ერთობა რაღაც პრობლემა შეექმნა ტექნიკური. მოკლედ ამას რატო ვამბობ? ადამიანები ვართ. ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ, შავს და თეთრს ვანსხვავებთ და შავსა და თეთრს გარდა კიდე სხვა ფერებსაც ცხოველი ამბობენ. ყოველ შემთხვევაში მე ზუსტად არ ვიცი, დაზუსტებით და ალბათ ვერც ვერავინ ვერ მეტყვის გინდა თუ არა ეს ესეაო. შავი და თეთრის გარდა თუ სხვა ფერს ვერ ვხედავთ, ხო, ცუდად გვაქვს საქმე, ხო? ამას ავამტყოფობაა და მკურნალობა ჭირდება. და აქედან გამომდინარე უნდა ვხედავდეთ. მარტო კეთილი და ბოროტით არ იყოფა სამყარო, იმიტომ რომ ასე რო იყოფოდეს დიდი ხნის წინ დამთავრდებოდა, ხო? კეთილმა ძლია ბოროტს და დაამთავრებდა, ხო? მაგრამ მთელი ცხოვრებაც ეგ არის. რომ სიკეთეში რაღაცა ნაწილი და კეთილ ადამიანში რაღაცა ნაწილი ბოროტებაც ადევს, ბოროტ ადამიანში რაღაც ნაწილი კეთილიდებს. და ასე სამყარო რახან არ იყოფა ესე ორად, ადამიანიც არ იყოფა ორად. ის ადამიანი ბოროტია და ამიტომ არ მოგწონს და ეს დამოკიდებულებები არის, რომ ვიღაცა არის ბოროტი და მე მისი არაფერი არ მომწონს. სულ სიკეთესაც რო ამბობდეს. შვილის გადარჩენა რო შეეძლოს, ცეცხლში რო ეგეწვებოდეს შვილი და იმ ბოროტმა ადამიანმა რომ მოკიდოს ხელი და რო გამოიყვანოს და გადაგირჩინოს, ითქვი არ მინდა შენი გადარჩენილი ჩააგდე უკან ჩემი შვილიო. ამას ხო არიზავ. აქედან გამომდინარე, ადამიანი რაც არ უნდა არ მოგწონდეს და რაც არ უნდა ცუდი იყოს, ხანდახან მოусმინე რას ამბობს. იქნება და სწორეს ამბობს. მე რა რომ ბოროტი ადამიანია, მე რა რომ ცუდი ადამიანია. ცუდ ბოროტ ადამიანსაც აქვს ხანდახან სწორი, ასე ვთქვათ, პოზიციის დაკავების საშუალებაც. და იკავებს. შეიძლება თავისთვის, თავის სასარგებლოდ და არა შენ სასარგებლოდ. მაგრამ იმ ნაწილში და იმ სიტუაციაში შეიძლება ეს ესე იყოს კიდევაც. ხშირად არის ხოლმე ხო იმაზე საუბარი, რომ როგორ კაცო ეს დასავლეთიო. ეხლა რასაც მე ვამბობდი, თქვათ რა არის დასავლეთი და ვიღაცა გეტყვის რომ ეს დასავლეთი ამიტომაც ღებულობს ამ საქართველოდანაც, აფრიკიდანაც, რა ვიცი, ყველა იმ დაქცეული ქვეყნებიდან ვინც კი ჩარბის იქ რომ იაფი მუშახელის ასე ვთქვათ გამოყენება უნდა. დასაგებია. ჩვენგან აქ შემოსული ბანკებიდან რაც შემოდის ფული, ხო, დიდი ნაწილი რასაკვირველია რისკების გამო, იმის გამო, ამის გამო, მე ეს ჩვენები კიდე უმატებენ, იმიტომ რომ ის ფული რაც წამოიღეს, მე თავის წყონ უნდა მიამატოს და ამ ფულს როცა ყიდიან, აი აქედან რამდენი გააქვს, ვიცი. არავინ იმითი, რა ქვია, ჰუმანიტარული დახმარებისთვის რომ შენ კარგად იცხოვრო, რო არ გააკეთებენ გასაგებია. მაგრამ შენ რა გარგია აქედან უნდა ამოხვიდე. მე იმ ადამიანებთან კიდე შეიძლება ვიკამათო, რომლებიც თქვათ ამბობენ იმას, რომ BRICS-ის ქვეყნების ეკონომიკაში შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენი ყოფნა.
და თქვა იზოლაციაში რო ხვდებით დასავლეთთან და როცა მე ვეუბნები რომ ბიჭო რატო უნდა მოხვდე დასავლეთთან იზოლაციაში როცა შეიძლება დასავლეთთან დალაგებული მქონდეს დალაგებული იმითი რომ ქვეყანაში ცვლილებები ხდებოდეს ხელისუფლებების და ნორმალური დაცულობა იყოს ადამიანის უფლებების სასამართლო იყოს ნამდვილად თავისუფალი ასეთი ტიპის ქვეყანა მქონდეს და ურთიერთობა მქონდეს ბრიქსის ქვეყნებთან ხომ არ არის აუცილებელი რომ ბრიქსის ქვეყანასთან ვიყო და იზოლაცია მქონდეს დანარჩენთან ან პირიქით ვიყო დასავლეთის იმაში რა ქვია საზღვრებში და დანარჩენი ბრიქსის ქვეყნებთან მქონდეს დაპირისპირება აი როცა ამბობენ რომ ბრიქსის ქვეყნების ეკონომიკა შეიძლება კიდევ უფრო წაგვადგეს კიდევ ამბობ შეიძლება აი ჩემი არგუმენტი გითხარით რომ რატომაც არა მაგრამ კიდე შეიძლება იკამათო მაგრამ ზოგს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა აი უბრალოდ არ მოსწონს ევროპა არ მოწონს იმიტომ რომ თურმე საფრთხე ქონია რომ გაუპატიურებენ მამაკაცად და მის მამაკაცობას წაართმევენ ხა ასეთი აზროვნება და დღეს თუ არა ხვალ იქნება ეს რომ არასწორად გაგვიზრდა გაზარდე ეს ბავშვები როგორც გინდა ისე არ გიშლის ხელს არავინ ჩვენი ბრალია რომ ვერ გავზარდეთ ჩვენი ბრალია რომ განათლება ვერ მივეცით ჩვენი ბრალია რომ რელიგია ისე ვერ შევაყვარეთ ჩვენი ბრალია ჩვენი მე ამ გულისხმობს უყველასი ჩვენი საზოგადოების და არა ვიღაცას დავაბრალოთ ეს ყველაფერი ამიტომ დაუფიქრდეთ იმაზე რომ გამოსავალია მოსაძებნი დიალოგის გარდა სხვა გამოსავალი არ მოუგონია კაცობრიობაში არავის დანარჩენი მე მთავრდება ცუდად ნებისმიერ შემთხვევაში ცუდად გინდა ამან დიქტატურა დაამყაროს და ნახევარი საქართველო რო დაიჭიროს ნახევარი გაიქცევა და რას დავრჩებით დაქცეულები ვიქნებით თვითონ რა იქნება ეს ცალკე თემაა მეორე არის რომ არ დაიქცევა ესე და ამოტრიალდება იმითი რომ თუ კი ეს ძალას გამოიყენებს ძალა დაუპირისპირდება და მაშინ კადაფი და რა ქვია სადამ ჰუსეინი და რაც გინდა ჯანდაბა და ოხრობა იმ გზით წავალთ ხო აი ესეც ხო ტრაგიზმია და საშინელება ამ ქვეყნისთვის ხო ჯერ ერთი სამოქალაქო ომი რაც იყო ის ჯერ კიდევ ვერ გავსწორდით ბოლო ჯერ კიდევ ადამიანები კიდე გამათობენ შენ პუჩისტი ხარ და შენ ზვიადისტიო აქედან გამომდინარე იქნება და მოვახერხოთ სანამ ჯერ აქამდე არ შევსულვართ მოვახერხოთ დალაპარაკება და დალაპარაკებისთვის საჭირო არის ერთადერთი რამე ახალი არჩევნები გავანებოთ თავი არ გაყალბებულა მაგრამ კრიზისია და რადგან კრიზისია ამიტომ საჭირო არის ახალი არჩევნების ჩატარება იმიტომ რომ გამოსავალი დემოკრატიულ სახელმწიფოებში დემოკრატიულს ნიშნავს ნორმალურ სახელმწიფოებში ერთადერთი გამოსავალი არის არჩევნების ჩატარება ოღონდ სამართლიანი არჩევნების ჩატარება სადაც რაღაცეებზე მივაახლოებთ მაინც სამართლიანთან რაღაცა დოზით მივაახლოებთ ამაზე კიდე ცალკე დიალოგი უნდა იყოს მაგრამ ჯერ უნდა შევთანხმდეთ რომ არჩევნებს ჩავატარებთ ეს არის აუცილებელი რამე პატიმრების განთავისუფლება აუცილებელი რამეა იმიტომ რომ კიდე გეუბნებით ადამიანები დაჭერილები არიან უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული პროვოცირებული იყო მათი მოქმედებები ხშირ შემთხვევაში როდესაც შენ ჭხუბში ხარ ერთ დღეს ორ დღეს საკუთარ თავზე გამოცადეთ პოლიცია შენს მეგობარს გალახავენ შენ გვერდით ხდება ეს ყველაფერი შენც მერე პოლიციელს რო ხედავ შეიძლება გააქანონ და დაარტყა ეს ადამიანურია იმიტომ როცა სულ ჭიდაობაში ხარ ეს იმ პოლიციელსაც იმიტომ მოსდის რომ იქ ეუნებიან ეგენი მოღალატეები ნაძრილები აბა დამწყოთ მაგათ ქვეყნის გამყიდველები არიან და მისი განწყობაც ესეთია ამიტომ ეს უნდა მოხსნათ ეს უნდა მოიხსნას ეს სიტუაცია და ფორმა ამისი მოსაძებნი და რაც ყველაზე მთავარია მე ის ადამიანები რომლებიც შემჩნეული არიან ყველა პოლიციელი დაწყებული მიშადან დღევანდლამდე შემჩნეული არიან იმაში რომ ისინი არ იქცევიან ის როგორც პოლიციელი უნდა იქცეოდეს და ჩვენც არ წავახალისებთ და არ ვიტყვით რომ პოლიცია იმიტომ ყავს რომ თურმე უნდა ურტყავდეს ხო ეს იდიოტიზმი ვისაც თავში მოსდის ხო წავიდეს ფსიქიატრთან იმიტომ რომ უკვე ცუდათაა ამისი საქმე პოლიციელი მაგით არ აქვს რომ ურტყავდეს პოლიციელი იმიტომ ყავს რომ ვინც ირტყმევინება იმას კი არ ურტყას არამედ ის დააკავოს ისე რომ არაფერი არ დაუშაოს და მიიყვანოს სასამართლოში და მერე გაუშვან ციხეში თუ იმას მიუჯდიან ციხეს ამით ყავს პოლიციელი და არა იმიტომ რომ თურმე მუციხს თუ უქნევენ პოლიციელმა ციხილი უნდა დაარტყას ამას რომ ადამიანი იტყვის და თანამდებობის პირი ხო ის პირდაპირ ფსიქიატრთან უნდა წაიყვანო მინიმუმ ფსიქიატრთან თუ არა და ისიც უნდა დაიჭირო და დასაჯო და სხვაგვარად აზროვნება თუ არ შევცვალეთ, აქ სახელმწიფო არ გვექნება. და სახელმწიფო არ გვექნება ნიშნავს იმას, რომ დღეს მე ვლაპარაკობ ამას და ხვალ როცა თქვენ შვილს მაგას გაუკეთებენ. პირადად თქვენ შვილს, თქვენ დღეს ფიქრობთ, რომ პრობლემა არ გაქვთ. ხვალ გაგიჩნდებათ ეგეთი პრობლემა. და მე ნახავთ, რომ ძნელი ყოფილა. სანამ მიშას რეჟიმმა თითოეულთან არ მიაღწია და ბევრ ადამიანთან არ მიაღწია, მანამდე არ ეგონათ, რომ ცუდი ამბები ხდებოდა. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის და ეცადეთ რა იმას რაც ვილაპარაკე, კარგად გავიაზროთ, ხვალინდელი დღისთვის გავიაზროთ, ჩვენი შვილებისთვის გავიაზროთ, რომ უკეთესი გვინდა და უკეთესი საქართველო ეკუთვნის ამ ბავშვებს მაინც. და ღმერთმა ქნას შეგვაძლებინოს. კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის.